150,000 ლარზე მეტი ორ დღეში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის მარათონიდან სპეციალურ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის რაოდენობა ყოველ წუთიერად იზრდება. დაიცავი ილიაუნის 39 საათიანი უწყვეტი მარათონის მიზანი მოზარდებისთვის ყოველდღიური საჭიროების დაფინანსება და 100,000 ლარის შეგროვება იყო. სტუდენტების განცხადებით მარათონი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი ფულის ჩარიცხვას გააგრძელებს. ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით შეიჭრა, განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კაცი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან დაზარალებულებს 9,350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიაყენა. კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პენტაგონის სადაზვერვო მონაცემებით, უკრაინამ რუსული არმიისთვის სტარლინკის ბლოკირების შემდეგ 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინული თავდაცვა ამერიკული ტექნოლოგიებითაც გაძლიერდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ომში მყოფი ქვეყნისთვის ჰაუკის სარაკეტო სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა. შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 108 მილიონი დოლარია. ერთ ღამეში გაშვებული 3,000 დრონი მტრის მიმართულებებზე უკრაინა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე შეტევას განაგრძობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ საგრძნობლად ჩიანელეს მტრის წინსვლა და ეტაპობრივად იღებენ ინიციატივას. ამავდროულად ათავისუფლებენ ტერიტორიებს.